წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს გორისა და ატანის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე შემოგვიერთდა. მამა გიორგი, დილომშვიდობისა, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დილომშვიდობისა, მიხარია თქვენთან ყოფნა. ქრისტიანის პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. ზოგადად ალბათ დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობები, მოვალეობები. დღევანდელ სამყაროში და თანამედროვე მსოფლიოში უფრო მეტი აქცენტი კეთდება ადამიანის უფლებებზე და უფლებების დაცვაზე და ნაკლები საუბარი მიდის ზოგადად პასუხისმგებლობასა და მოვალეობაზე, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამით დავიწყოთ, რომ ქრისტიანი ზოგადად, არა მხოლოდ ქრისტიანს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი აღმსარებლობისას აქვს პასუხისმგებლობა, აქვს მოვალეობა. დიახ. რაც მთავარია კაცობრიობის ალბათ პრობლემაც, ვიზეთ ჩვენ ვსაუბრობ და ზოგადად ადამიანის პრობლემა არის ერთი რამ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის შედგება სამი ნაწილისაგან. ხო, ჩვენ შეჩვეულები ვართ, რა თქმა უნდა, სხეულისაგან, სულისაგან, მაგრამ ადამიანის შედგება სხეულისაგან, სულისაგან და ღმერთისაგან. დიახ. ანუ თუ კი ღვთის მადლი არ არის, როგორც შთაბერვა სულიწმინდისა, ადამიანის სრულყოფილი არ არის. და ეს არის უპირველესი პასუხისმგებლობა ქრისტიანი ადამიანისა, რომ მან გაიაზროს ეს, რომ ღვთის მადლის გარეშე ადამიანი კარგავს საკუთარ სახეს. დღეს რასაც სოფლიოში ჩვენ ვაკვირდებით ზოგადად რა ტენდენციებიც მინდის ზუსტად რაც ახსენეთ, რომ არის უფლებებზე საუბარი და არანაირი პასუხისმგებლობა, ზუსტად ამისი სათავე არის ეს. ანუ უღმერთობა და თავისთავად ურწმუნოება. და ან სარწმუნოება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს, ან დამახინჯებული სარწმუნოება, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ეს პირველი ნაწილია, ყველა ჩვენი პასუხისმგებლობა ქრისტიანების არის ზუსტად ეს, რომ ჯერ საკუთარ თავში გავიაზროთ ის, რომ საღვთო მადლის გარეშე ადამიანი სრულყოფილი ადამიანი არ არის და თავისი პოტენციალი, რაც მას გააჩნია ადამიანური გამოვლინების, ის ვერ შეძლებს და პირიქით, თუ კი საღვთო მადლი არ არის, უარეს უზავს საკუთარ თავსას და მის გარშემო, ანუ შექმნის ისეთ კულტურას, შექმნის ისეთ გარემოს, სადაც თვითონაც დაიტანჯება და ზოგადად სხვაც დაიტანჯება. ეს არის ქრისტიანების ჩვენი პასუხისმგებლობა და აქ მოვიყვან ერთ მთავარ მაგალითს. მე ვიტყოდი, რომ ეს პატარა იმით ნაშრომი არის, წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომი არის, ალბათ ყველას გაცნობილი უნდა ქონდეს ეს, რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა. და რამოდენიმე გვერდიანია და ძალიან კარგი იქნება მით უმეტეს ამ მარხვის პერიოდში თუ გაეცნობა ადამიანი და იქ რა არის ერთი მთავარი მომენტი, დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამას, რომ ერთ კაცს ყავს მაიმუნი, რომელსაც გაუკეთებს ადამიანის სახეს, ანუ ნიღაბს გაუკეთებს ადამიანისას და ეხლა წარმოიდგინეთ მაიმუნის შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ისე იგი არსება, რომელიც მაგრამ ადამიანის სახე აქვს, რას გააკეთებს და გამოყავს ქალაქში ყოველ დღე და ანუ ჩვენებას ემაშვება, წარმართავს და გამომდინარე აქედან უამრავი ადამიანი მიდის და მის შესაძლებლობებს და ისე იგი აქებენ ამას, რომ რას აკეთებს და როგორი ნიჭიერია და და ესე და ერთი გონიერია და იქ დგას ერთი ვიღაცეთ გონიერი ადამიანი და იზავს ასეთ რამეს, რომ ანუ ამ წარმოდგენის დროს გადაუგდებს ტკბილეულს და ის დაკარგავს საკუთარ თავს, ანუ ჩამოიხსნის, ამიტომ ჩამოიხსნის ამ ნიღაბს და მივარდება და დაიწყებს ამ კამფე მოკლედ ამ ტკბილეულის ჭამას და ყველანი მოკლედ დარწმუნებია, რომ თურმე ამ ადამიანის ნიღბის უკან იმალებოდა არსება, რომელიც თქვათ არის გავს ძალიან ადამიანს, მაგრამ ამავე დროს არ არის ადამიანი. ზუსტად მე მინდა რომ დღევანდელი სამყაროს ეს პრობლემა, ზუსტად ეს პრობლემა არის, რომ ჩვენ გარეგნულად, ესე რომ ვთქვათ, ანუ გარეგნულად თითქოს ჩვენი ინტელექტუალური ნაწილითაც რაღაცა თითქოს წარემართა ადამიანი და წინ წავიდა, მაგრამ თავარი რამ, ანუ უღმერთობა, ანუ ღვთის გარეშე ყოფნა მოკლედ ძალიან დააკნინა ადამიანი და ამიტომ ნახეთ წეგან ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ანუ ზოგადად ადამიანის პასუხისმგებლობა ხო არის, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ადამიანი ვერ აიღებს, იმიტომ რომ სამყარო სხვა კანონებით არის მოწყობილი. ანუ უფლებების კანონებით არის მოწყობილი და ნაკლებ პასუხისმგებლობით. ამიტომაც ჩვენ ნახეთ, როდესაც ჩვენ როგორც ქრისტიანები, მე როდესაც ამ სამყაროს ნაწილი ვარ და იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, მიწევს იმ კანონებით ცხოვრება. ანუ მეც ვითხოვ რაღაცა უფლებებს, ხო, ანუ ჩემი უფლება, მაგრამ ანუ ჩვენ ვიძახით ესეთ რამეს, რომ ჩვენ რაღაც მოვედით ეკლესიაში
ჩვენ რაღაც მოვედით ქრისტესთან, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი, ის რასაც გარეთ მაგალითად არის, რომ ადამიანი ძლიერად ითვლება და ადამიანისად ვისაც შეუძლია სხვების კონტროლი, ვისაც შეუძლია ძალაუფლება კონდეს, ვისაც აქვს მაგალითად ბევრი ფული, ვისაც აქვს რაღაცა გავლენები, ხო? ეს არის, ძალა, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის ძალა, რომელიც აქცევს, ნახე რა მაგარი ადამიანია, ხო? ეს არის წუთისოფლისეული სულისკვეთების ძალა, მაგრამ ქრისტიანი ადამიანი, როდესაც მოვიდა ეკლესიაში, მან მოკლედ სხვა რამე დაინახა, რომ ძალა ეს არის ადამიანის შინაგანი პასუხისგებლობა და ვის მიმართ პასუხისგებლობა? აქ შემოდის ზუსტად ღვთის წინაშე პასუხისგებლობა. პასუხისგებლობა ადამიანის ღვთის წინაშე, იმიტომ რომ მე ვარ სამშემადგენლიანი, ჩემი სული, ჩემი სხეული და ეს არის ღმერთი, რომელთანაც მოკლედ და სამი რამ არის, როდესაც ჩვენ შემოვედით, ამ იმაში სამ რაღაცაზე ადამიანი იღებს პასუხისგებლობას. ესენი არის საკუთარ სიტყვებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე და საკუთარ მოქმედებებზე. ადამიანი, რომელიც ამ სამი რამეზე პასუხისგებლობას არიღებს და იტყვის, რომ მე ეხლა დღეს როგორია სამყარო, რაც გინდა თქვი, რაც გინდა გადაწყვიტე, რაც გინდა მოკლედ იმოქმედე, ნოლი პასუხისგებლობა. შეგიძლია ყველაფრით გაამართლო და სამყაროს გადახედეთ. დღეს ამ მდგომარეობაშიც ვარ. დღეს ერთ სიტყვი ხვალ მეორე სიტყვი და ასე. ხოცავენ ადამიანები ამის გამო ერთმანეთს და ეს უბრალო ადამიანები ჩვენ ამ თითქოს აყოლილები ამ რაღაცა იმებს დღეს ერთი უფლებებია ხვალ მეორეა, დღეს ერთი კანონია ხვალ მეორეა. ცვლიან ვისაც არ ვიცი, ვისაც უნდა. ცვლიან და ჩვენც აყოლილი ამაზე დაბნეულია ადამიანი და ქრისტიანის ძალაც არის ზუსტად ამ პასუხისგებლობაში. მე, როდესაც მოვედი ეკლესიაში და ქრისტესთან მოვედი, მე ვთქვი, რომ ჩემი სიტყვა, ჩემი გადაწყვეტილებები და ჩემ მოქმედებებზე მე ყველაფერზე ვიღებ პასუხისგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვცხოვრობდე უპასუხისგებლო გარემოში. და აქ არის ყველაზე დიდი მიჯნა. ეს გვიჭირს ყველაზე მეტად ჩვენ ქრისტიანებსაც აღება ამ პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ეს როგორ გითხრათ, ორ ცხოვრებას ცხოვრობთ ჩვენც, არ მინდა პირდაპირ შედარება მოვახდინო, მაგრამ ცირედი თუ მეტით ყველაში ის ამბავი რაც მოვიყვანე. საბოლოო ჯამში ჩვენ იქაც მიეცი ესე რომ ვთქვათ კეისარს კეისრის, იქაც ვარ და კეისარს კეისრისაც ვაძლევ და მე მოდივარ და ღმერთს ღმერთისას ვაძლევ, მაგრამ ამ ბალანსს ვერ ვიცავ და უმეტეს ნაწილს სულ კეისრისას კეისარს ვაძლევ, იმიტომ რომ მეტად კეისართან გვაქვს ურთიერთობა, მეტად წუთისოფელთან გვაქვს ურთიერთობა და წუთისოფლისანი უფრო ვართ, ვიდრე მე ღმერთთან მოსვლის შემდეგ მოვალთ და ერთადერთი რაც გვაქვს ჩვენ საშუალება, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში სინანული გაგვაჩნია და ღმერთთან მოვდივარ და ამ ჩვენს უპასუხისგებლობას მოკლედ ვნანოთ. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ძალა გვჭირდება შინაგანი რა. მე მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანობა შინაგანი ძალის გარეშე არ არის. მაქსიმე აღსარებელი ძახი საოცარ სიტყვებს, რომ როგორც მზე ამოდიხსო, დილითო და განაცხადებს საკუთარ თავსაც, სინათლით, საკუთარ სინათლის ძალას განაცხადებს და მე რასაც მიანათებს, იმასაც თვალსაჩინო ყოფსო, ასევეაო, როდესაც ჭეშმარიტების მზე, ქრისტე განცხადება პასუხისგებლიანი ადამიანის შინაგანში და განაცხადებს საკუთარ თავს ადამიანში და შემდეგ ნათელს მოფფენს მასშიც და გარშემოც ყველაფერს რა და ის რომ ჩვენ ამ პასუხისგებლობით ადამიანმა ეს არის ჩვენი ძალა. ქრისტიანის ძალა არის ზუსტად ეს, რომ იმ უპასუხისგებლო თუნდაც გარემოში, როდესაც ადამიანი თავისთავად პასუხისგებლიანად მოკლედ იქცევა. საბოლოო ჯამში ჩვენ ხომ მე გვინდა მაგალითად დღეს ვსაუბრობთ, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ და ახლა მაგალითად მე რო ვსაუბრობ, თუ ჩემს სიტყვებზე პასუხისგებლობა არ მექნება რა? თუ ეს სიტყვები, რომელსაც მე ვსაუბრობ, მე თვითონვე აღსრულებას არ დავიწყებ, თუ კი ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხს არ ვაგებ, ხო, ესეც იგივე დარჩება. თქვენ გონიათ ამას ძალა ექნება? ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვფიქრობ, რომ რაღაცაზე რო ლაპარაკობ, ადამიანი ძალა იმიტომ აქვს, რომ ამაზე ლაპარაკობ. ძალა აქვს მისი შინაარსიდან გამომდინარე. ქრისტიანი ადამიანის ძალა არის იმაში, რომ ის თვითონვე როდესაც პასუხისგებლიანია და სხვას მოუწოდებს ამ პასუხისგებლობისკენ, ადამიანს მართლა
ამ ძალას ანიჭებს. საკუთარი მაგალითი. კი, საკუთარი მაგალითი, ეს ხო სიტყვით ესე გამოითქმევა, მაგრამ აი შინაგანად ამას ჩვენ გძნობთ, რაზეც ჩვენ საუბრობთ, როდესაც ჩვენშიც აღესრულება ეს მდგომარეობა და აი როგორ არის იცი, ჩვენ თუ აი მაგალითად გვინდა რომ მისიონერები ვიყვეთ, ხო? აი მისიონერობა ამაშია, ეკლესიის მისიონერობა ამაშია, რომ თვითონ ცხოვრობს აი ამ შინაგანი ქრისტიანები თავისთავად პასუხისგებლობით და შემდეგ აი ეს პასუხისგებლობა მოკლედ გააქვს და თუ ჩვენ ასე არ ვიქცევით, ნახეთ როგორ არის ეს მდგომარეობაც აი ილუზორულ ძალას ქმნის. დიახ. ანუ ჩვენს გონია რომ გვაქვს ძალა და სინამდვილეში უძალობი ვარ და დააკვირდით საკუთარ თავს. აი მე მახსოვს ერთხელ მოკლედ ერთ-ერთმა მოძღვარმა ისე იგი ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებდი, მითხრა რომ აი მეთქი მამა რა გავაკეთო მეთქი მარხვაში რა რაღაცა მინდა მეთქი ვაწილი და დაიფიქრე ისე იგი გული შეუჭამე ისე იგი რაღაცა დამავალე და ჭკვიანი ადამიანი იყო, სულიერი ადამიანი და მითხრა რომ არაფერიო წადია მარხვის განმავლობაში და ერთი ადამიანი მოიყვანა ეკლესიაშიო, ტაძარში. ოღონდ ისე არა რომ სანთელი დაანთოსო უბრალოდ გადააწყვეტინე რომ ან ქრისტიანული ცხოვრება დაიწყოს. აი ვნების კვირამდე მე მივედი და გეხვეწები მომხსენი მეთქი ეს, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ შევძელი და რატო ვერ შევძელი დღესაც რო ვფიქრობ ამას, იმიტომ რომ სიტყვებით ბევრი ლაპარაკი შემეძლო რაღაცეებისა, მაგრამ ის რომ ადამიანისთვის აი გული გულს, ანუ გულს გული ეგზნო და გული გულთან, ანუ გულიდან გულამდე მიმეწოდებინა მისთვის რაღაცა ეს, აი ამის ძალა არ მქონდა და ისე რთულია ხო რას თქვენ თქვით? ხო, ურთულესია. ადამიანი მიიყვანო და დააყენო ამ გზას. ხო, ანუ აი ურთულესი რაღაც არის. ანუ ჩვენ შეიძლება კიდევ ძალიან მარტივია ჩვენ კიდე არის ხოლმე რომ აი მარტივი ადამიანი მოვიდეს ეკლესიაში, ძალიან რთულია დარჩეს. იმიტომ რომ იქ საკუთარი ეგოიზმის ჯვარცმაზე უნდა წავიდეს. იქ პასუხისგებლიანი ცხოვრება იწყება და ჯორაჯობია გარეთ თუ პასუხისგებლო ცხოვრება არც სიტყვაზე, არც გადაწყვეტილებებზე, არც ქმედებებზე არავინ პასუხს არ გთხოვს. თან ამ ისე იგი სოციალურ სამყაროში, სოციალური მედიის სამყაროში რაც გინდა დაწერე, ვიზეც რაც გინდა თქვი. უფრო მარტივად შეიძლება მოვიდეს ვიდრე დარჩეს, ხო? კი, ანუ მარტივად მოდის ადამიანი, რომ ტკივილი მეტია, იმედგაცრუება მეტია მოვიდეს, მაგრამ აი ის პროცესი, როდესაც უკვე მან პასუხისგებლობა უნდა იყოს საკუთარ ქრისტიანულ ცხოვრებაზე, საკუთარ სიტყვებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ქმედებებზე, აი აქ უკვე უჭირს ადამიანს და აი აქ ამას ვიძახი, აქ ჭირდება ძალა. და ვსვავთ კითხვას, რა ძალა გვჭირდება? და აი ეს ძალა, რომელიც საღვთო მადლით მოდის. ანუ თუ ვინმე იტყვის, ახლა მე დავრჩი ეკლესიაში, ეს ანუ ჩვენ ყველანი ხვდებით, რომ საბოლოო ჯამში როცა ეკლესიაში დავრჩებით, მე ხვდებით, რომ მოსვლაც ღმერთისა იყო. მოკლედ დარჩენაც ღმერთისა იყო და დღესაც რო იქ ვართ მოკლედ ღვთის მამა გიორგი, კარგი მაგალითი მოიტანეთ ხორციელის მიდრეკილებებთან დაკავშირებით და ამის შესახებ მინდა გკითხოთ, აი უღმერთობას იგივენაირად შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ სისუსტე და რაღაც ცუდისკენ მიდრეკილება ზოგადად. კი, რა თქმა უნდა, აი ეს თქვენ ზუსტად რომ აი ნახეთ ღმერთი არ არის უბრალოდ აბსტრაქცია, ხო? ანუ არ შეიძლება ადამიანმა თქვა, დღეს არის ხოლმე საუბარი, რომ ქრისტე არის თუ არა ღმერთი, აი ადამიანს ვეკითხებით და ნუ მოკლედ თუ ჭკვიანი ადამიანი და მაინც რაღაცა ნაკითხია, სემინარია აქვს დამთავრებული აკადემია და რაღაცა მაინც გაცნობილი ამ იმას მოიტანს იქ რაღაცა სახარებიდან რომ აი იქ წერია რომ მე და მამა ერთი ვართ და ნუ მოკლედ სხვადასხვა ფორმით ძველ წინასწარმეტყველებს მოიყვანს, მამათა სწავლებას მოიყვანს, მაგრამ მინდა ვთქვა რომ ეს ყველაფერი არის ჩვენ რომ ამას გავეცანით, ეს არის შესავალი ნაწილი რომ გულმა უნდა დაგიდასტუროს რომ ქრისტე ღმერთია. ნახეთ რა უნდა მოხდეს, აი იმდენად ღმერთი რომ მოვიდა ჩემში, მე ჩემი თავით არ შემეძლო, აი რას თქვენ თქვით სისუსტეების, ანუ ჩემი თავით, ანუ არც ჩემი თავის გამო, არც თუ ვინმე მიყვარდა, არც მშობლების გამო, არც შვილების გამო, არავის გამო არ შემეძლო, მე თუნდაც იმ ვნებაზე, ან თუნდაც იმ რაღაცა ცოდვაზე, მიდრეკილებაზე, ჩვევაზე უარი მეთქვა, იმიტომ რომ ისე იგი ისია შესისხორცებული ჩემში რაღაცა და არ შემიძლია და მოვედი ღმერთთან და ქრისტე რო შეეხო ჩემ გულს, ხო, აი იქ მივხვდი რომ გახსოვთ გული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო სულიწფელი, აი ეს პროცესი მოხდა ჩემში და მივხვდი რომ შეუძლებელი ადამიანური ძალით რაც არის შეუძლებელი ის ვინც მოვიდა იმან განახორციელა და ანუ გული თვითონ იძახის, ანუ როგორ გითხარი ყვირის რომ ღმერთია ქრისტე შეუძლებელი, იმიტომ რომ ამას შეუძლებელია სხვას გაეკეთებინა ადამიანის გამო მე ცადე ყველაფერი ჩემი თავის გამო ყველაზე მეტად ხო ჩემი თავი მიყვარს ზოგადად და ჩვენი პირადი კომფორტისთვის ზრუნავ და ჩემს გამოც კი ვერ გავაკეთე, ანუ ტკივილში ცხოვრობდი, ანუ ცხოვრობდი ამ ჩემ ისე იგი უპასუხისგებლოდ ესე და ვერაფერ, ანუ თითქოს მოჯადოებული ვიყავი, ვერ გამოდიოდი ამ გავლენისაგან და ის ვინც
ვიცი, აი სახარებაში წერია, რომ სადაც არ მივიდა ქრისტე, ყველა აი ამ ცოდვისაგან გაანთავისუფლა, ჩემთანაც მოვიდა. და ამიტომ აღარ მჭირდება მე იმის დასტური, რომ სახარებიდან გითხრა რაღაც, აღარ მჭირდება, თუნდაც სახარებიდან გეუნები, მაგრამ იმდენად ცოცხალია ეგ სახარების სიტყვა ჩემში, რომ მე ვგრძნობ, რომ ქრისტე მართლა ღმერთია. და აი ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა, მამის თქმა მინდოდა, რომ თუ კი ადამიანში მართლა ღვთის მადლი მოვიდა, მართლა თუ ღმერთი შეეხო ადამიანის გულს და ეს არ არის აბსტრაქცია. ეს არის ადამიანები, ვის ნაშრომებსაც ჩვენ გითხულობთ, ისინი ინტელექტუალები კი არ იყვნენ. ესენი მართლა გძნობდნენ ამას. ამ წმინდა გულიდან გადმოღრილი არ. აბა ეხლა ნახეთ კვირა დღეს ბასილი დიდის ესე იგი წირვები არის. თუ კი სადმე ესწრებით, აი და ცოტა ხმამაღლა იკითხება ეს საიდუმლო სახსასრულებელი ლოცვები, რა საოცარი რამეა და ეს ბასილი დიდი კი არ დაჯდა და კი არა თქვა, მოდი ახლა მე წირვის ლოცვები უნდა დავწერო. თქვენ წარმოგიდგენიათ სახურებაზე იდგა და იმდენად აივსო მისი გული სულიწმიდის მადლით, რომ აი ეს გადმოვიდა. აი წეღა როგორც თქვით, რომ ღმერთი თუ მოვიდა ადამიანის გულში, განაცხადებს ყველაფერს და გარეთ გადმოდის. ხო წარმოიდგენ ბასილი დიდმა და იმდენად რაღაცა საოცარი ლოცვა იყო, რომ დღეს ეკლესიამ ეს დაადგინა წირვის, მოკლედ ესე რომ თქვა, ცვლელობაში შეიტანა, ყველაზე უდიდეს საიდუმლოში შეიტანა და დღეს ჩემნაირი მე სასულიერო პირი, რომელსაც გული არ მაქვს, მის წმინდა სიტყვებს ვიმეორებ, მაგრამ აი მაშინ იქნება, როცა ის სიტყვები ჩემიც გახდება. სხვა არის ეფრემასურმა, რომ თავისი მონანული გულიდან ეფრემასურის თავისი ლოცვა თქვა. იმან კი არა თქვა, ხა მე ამ ლოცვას ვიძახი და ყველამ გაიმეორეთო, მაგრამ როდესაც წავიკითხე და აი მე ჩემია, ანუ თითო სიტყვა ჩემია რა და მე ვხვდები, რომ ეს გულში მიდის ეს მოძრაობა, ანუ ის რაც ლოცვაში წერია, გულში მიდის ეს მოძრაობა, იმიტომ რომ სიტყვები, რომელსაც ჩვენ ლოცვის დროს წარმოთქვა, თუ მან ცოტათი მაინც ჩვენი გული ან გონება არ შეცვალა, მაშინ ეს ლოცვა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესმენილი არ არის. ანუ ღვთისგან შესმენილია მაშინ, როდესაც ადამიანმა შინაგანად გარკვეული ცვალებადობა განიცა და აი მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთმა შეისმინა და შესმენა ნიშნავს იმას, რომ ღვთის მადლი მოვიდა ადამიანის გულში და დაიწყო მან აი ეს მეტანოია, რასაც ჩვენ ვეძახით, ხო? მოქმედება და ცვალებადობა მოკლედ დაიწყო. გიორგი, აი ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა ვლინდება ალბათ იმაშიც, ჩვენ როგორ ვექცევით მოყვას, ხო? ანუ მოყვას ისედმი ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. კი, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც თქვათ საუბრობთ ქრისტიანის პასუხისმგებლობაზე და ამ შემთხვევაში ბრევლის უშუალოდ და იმ ადამიანის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ, ვინც ტაძარში დადის, ვინც ამბობს, რომ არხულია, აღსარებელია, მაზიარებელია, აი მისი პასუხისმგებლობა რა არის? როდესაც თქვათ ურთიერთობს საზოგადოებასთან და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი საქციელი არ გახდეს დამაბრკოლებელი. ჩვენ ვიცით, რა თქმა უნდა, რომ ეკლესია არის ცოდვილთათვის და ყველა ვინც ტაძარში დადის და ვინც არის აღსარებელი და მაზიარებელი, არ არის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი და ეს სულიერი ბრძოლა არის მუდმივი და მთელი ცხოვრება ადამიანი დაეცემა, ადგება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც გარკვეული პასუხისმგებლობა ალბათ აქვს, ხომ, ესეთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ის არის მრევლი და დადის ტაძარში და ყავს მოძღვარი. კი, აი ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად თავშიც, რომ აი მინდა ვთქვა, იცით, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, აი ქრისტიანობა არ არის აი გადაწყვეტილების გარეშე არ არსებობს, აი მინდა გითხრათ, რომ აი სადღაც ოდესღაც აი უნდა ვთქვათ, რომ მოდი რა, ანუ აი ეს რაღაცა მე თვითონ რო ვიცი, აი ეს ორადობა იქაზე, აი სადღაც უნდა გადავწყვიტო და ვთქვა, რომ ცოტა ასაკიანებს ვეტყვი ხოლმე, ხა ჩვენი გმრელს ვეტყვი ხოლმე, როდის უნდა ამასინათ მამა თეოდორე ეძახდა ესეთ რაღაცას, რომ ესე იგიო 70 წლისა და მაინც სერიალებს უყურებს, ესე იგი არ 80 წლისა, ესე იგი სადღაც ოდესღაც ხომ და გადაწყვიტო თქვა. არა, პირობითად ეძახი, ანუ ზოგადად, ანუ მე ვიძახი გონებას დაკავებული როცა არის ადამიანის გონება რაღაც იმით და მაინც იმას და უყურებს იქ ვინ აირჩიეს, ვინ არ აირჩიეს პოლიტიკურ იმებს და აი სადღაც ოდესღაც აი ხო რამდენი დაგჭა ხო ამ წუთი სოფელში ყოფნა და აი სადღაც უნდა გადაწყვიტო ადამიანმა ზუსტად ეს პასუხისგებლობა აიღო საკუთარ ღვთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე და მოკლედ მრევლის წინაშეც და მინდა ვთქვა ასეთი რაღაცა, რომ აი როდესაც ქრისტიანის როდის შევძლებთ ამას, რაც შენ თქვი ელისაბედ, აი როდის შეძლებს ადამიანი ამის განხორციელებას რა. ერთადერთი შესაძლებელია ეს, როდესაც მაგალითად ადამიანი პირველი რომ შენ ქრისტიანად არ გაქცევს არც ქება გარეთ რო ვინმე გაქებს რა, კაი ქრისტიანი ხარ, ესე იგი დაჯგვიანი ხარ,
ამას ვერაფრით როგორ გითხრა იცი ვერ რასაც ახიანს აი არ გაგიმართლებს აი გამიმართლა და ქრისტიანი ვარ ამას ვერ იტყვი ადამიანი არამედ აი ქრისტიანობა ვლინდება პასუხისგებლობასად იცით სადაც არავინ გაქებს არავინ ხედავს და აი ზუსტად იქ იქცევი პასუხისგებლობით აი თუ ადამიანი ამას შეძლებს რომ როცა არავინ გიყურებს ხო ანუ როცა არავინ გიყურებს აი მარტო რო ხარ თქვა ლოცვის დროს ოთახში საკუთარ ფიქრებს და გულის თქმებს ანუ თუ შენ იქ ვერ ჩააბარეს გამოცდა და იმ ადამიანზე თუნდაც ვიზეც ნაწყენი ხარ ან განწყობა გაქვს იქვე ფიქრებში გაქვს ჭუბი შეიძლება ადამიანი ისე ფიქრებში ისე ჭუბობს ადამიანთან მე აღარც არის ხო აღარც არის საჭირო მე რაღაცა იჭუბო იმიტომ რომ დაღლილი ხარ უკვე იბასთანებითი და ბოლოს ოღონდას თავი დამანებე უკვე შენთან ძალიან დიდი ისე იგი რაღაცა უკვე ძალიან ბევრი რამე გავიარებ არა და შეიძლება ჭუბი პირობითად ფიზიკურად არც კი დაგიწყია მასთან დიალოგი მაგრამ შინაგანად იმდენად უპირისპირდები და იმდენად რაღაცა ისე იგი მის მიმართ რაღაცა განწყობები არა გაქვს სასურველი რომ მოკლედ დაღლილი ხარ ადამიან ამისგან აი ნახეთ ქრისტიანის პასუხისგებლობა რასაც ჩვენს საიდან იწყება იქიდან გამომდინარე მე თუ ადამიანების წინაშე მინდა რომ პასუხისგებელი ვიყო და ძალა მქონდეს ნახეთ და არ იყოს უბრალოდ გარეგნული იმით რომ ვიღაცა რომ მაქებს და მითხრა რომ კარგი ქრისტიანი ხარ ეს უნდა გავამართლო არა გარეგნულად რაც მე როგორ გითხრა იცი ვიღაცები გვბაძავენ და საბოლოო ჯამში შენ გვბაძავენ და ნახავ იმას რომ ისიც უძალო ხდება ანუ შენ მაგალითს უდებ შინაგანი არაძალის მქონე მაგრამ გარეგნულად ყოფი ქრისტიანის მაგალითს და შენ როდესაც ის გვბაძავს ისიც იგივენაირი იქნება ამიტომ ნახე რამხელა პასუხისგებლობა ქრისტიანისა რომ როდესაც მე ვიცი რომ ვიღაცამ უნდა მომბაძოს, ვიცი რომ ვიღაცამ უნდა ჩემგან მაგალითი აიღოს, რა არის? აი მარტო როდესაც ვარ დარჩენილი ჩემს გულის თქმებთან, ჩემს გულის ფიქრებთან და თუნდაც მაგალითად ყოფითად ავიღოთ, აი დაგავალეს რამე გასაკეთებლად რა. იქ ხო ჩემზე უკეთესად იცის ეგრევე ირთობა რომ მოდი რაღაცა შეიძლება ისე ესე არა და ბოლომდე არ გააკეთო და აი ჩვენ ქონდა ესეთი ამბავი რომ როდესაც მეუფე ჩამოვიდა ახალი ჩამოსული იყო რამოდენიმე ანუ 1-2 ანდრია კი რამდენიმე წლისა ნუ აღშენებლობა დაიწყო მოკლედ ეპარქიაში ესე და ესე მონასტერი და რაღაც ისე იგი ქალაქშიც რაღაცა კეთდებოდა მონასტერი და ნუ მოკლედ იქ იყო ერთი ესეთი ამბავი რომ ერთ-ერთი ადამიანმა ნახა რომ ხელოსანმა არ გააკეთა ის როგორც უნდა გაეკეთებინა ხო და ის აი საოცარი მოსასმენი იყო რა სახში ესე გააკეთებდიო აი ხა რომ სახში აკეთებდი ამას ხო არ გააკეთებდიო ამას რა აი ნახეთ ადამიანი იქ იყო მონასტერს აკეთებდა საქმიანობდა მაგრამ საბოლოო ჯამში აი ის პასუხისგებლობა რომელიც ადამიანს რო არავინ გიყურებს რო არავინ გაქებს ამის გამო არამედ შენი უბრალოდ საქმიანობა არის აი იქ როდესაც ადამიანი პასუხისგებლიანი იქნები დამიჯერეთ შემდეგ რაც თქვენ თვით ეს პრობლემა რო აი მრევლი რო გარეთ უნდა იყოს გარეთ აი როგორ გითხრათ ისი ორმაგად პასუხისგებლიანი იქნება მაგრამ ჩვენი პრობლემა ესაა რომ იქ შიგნით რო პასუხისგებლიანები გვიჭირს ზოგადად ჩვენ ფიქრებთან ჩვენს გულის თქმებთან ჩვენს ისე იგი ჩვევებთან რაღაცა გარკვეულწილად მე გარეთ ძალიან გვიჭირს მე გარეთ მარადის საკუთარ თავზე მაღლა ხო როგორც კი ბატონო კი ბატონო კი და ალბათ ეს არის ის პასუხისმგებლობა რასაც ვსაუბრობთ რა ძალიან რთულია კი ძალიან რთულია ხო ანუ მაგას ვიძახით და ქრისტიანობას რთულია ამას გულისხმობ მით უმეტეს ამ სამყაროში ძალიან რთულია დღეს გადახედეთ ახლა რაც ხდება და ამ სამყაროში ძალიან რთულია შეინარჩუნო ადამიანმა მაგრამ ჩვენ ამისთვის ვარ ჩვენ მარადიულობისთვის ვარ შექმნილი და ჩვენ ცხონებისთვის ვარ შექმნილი და როგორც თქვენთანაც უფლის მადლით ყველაფერი შესაძლებელია თუ კი ადამიანი არის ამის მიმღები და მხოლოდ ღვთის მადლით ჩვენი საქმიანობა ჩვენი საქმეა რომ ჩვენ წმინდა წერილში გავიწაფოთ საღვთო მცნებები აღვასრულოთ მაგრამ მესამე ის რომ საღვთო მადლი და მოწყალება არის ჩვენი მაცხონებელი და შემძლეები ძალის მომცემი ეს მოკლედ ცალსახა ძალიან დიდი მადლობა. გორისა და ატენის ეპარქიის სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი კარელიძე საუბრობდა სტუდიაში.